მოგესალმებით. მე მინდა გესაუბროთ, როგორ უნდა მოეწყოს მასსარდული გადახურვა სწორად. კერძოდ კი, რა მასალები გამოიყენება მასსარდული გადახურვის სწორად მოწყობის დროს, რატომ არის აუცილებელი მათი გამოყენება და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მასსარდულის სისტემის არასწორად მოწყობა. სახურავის ხის კარკასის დასრულების შემდეგ, მანამ სანამ დავიწყებთ ვარდების დამაგრებას, კონსტრუქციის ქვედა მხარეს მაგდება ორთქლსაიზოლაციო ფირი. ორთქლსაიზოლაციო ფირი გადამების ადგილას მაგდება წებოადი ლენტი, ჰერმეტულობის უზრუნველსაყოფად. ორთქლსაიზოლაციო ფირი არის არმირებული გამჭვირვალე ფირი, რომელიც იწევს კონსტრუქციას შენობიდან შემომავალი ნესტისგან, ორთქლისგან და უკონტროლო სითბოს დანაკარგის. ორთქლსაიზოლაციო ფირის შემდეგ ხის კოჭებს შორის მჭიდროდ და მორგებულად იდება დამათმონებელი მასალა. დამათმონებელი მასალა შეიძლება იყოს ქვაბამბა, მინაბამბა ან მინერალური ბამბა. ეფექტური თქმომედეგობის მისაღებად რეკომენდებულია გამოვიყენოთ ქვაბამბა ან მინაბამბა. სახურავის ხის კონსტრუქციაზე ზემოდან უნდა დამაგრდეს დიფუზიური მემბრანა. დიფუზიური მემბრანა არის ჰიდროსაიზოლაციო მასალა, რომელიც გამოიყენება სახურავისა და ვენტილირებადი ფასადის კონსტრუქციაზე. დიფუზიური მემბრანა იცავს თბოსაიზოლაციო მასალას კონდენსატისგან და ნესტისგან. ის აუცილებელია ხის კარკასის მუშა მდგომარეობაში შესანარჩუნებლად და სახურავის საექსპლუატაციო ვადის გასახანგრძლივებლად. დიფუზიური მემბრანა ასევე წარმოადგენს ქარისგან და გაუთვალისწინებელი წყლის გაჟონვისგან დამატებით გამსავ გარემოს, რაც შენობაში ჯანსაღი კლიმატური პირობებისა და ენერგოეფექტურობის შენარჩუნებაში გვეხმარება. დიფუზიური მემბრანა არ ატარებს კონდენსატის წვეთებს, რომელიც წარმოიქმნება სასახურავი მასალაზე გარე და შიდა ტემპერატურებს შორის სხვაობის დროს. ამავდროულად, მეორე მხრიდან ატარებს ორთქლს და თბოიზოლაციას იცავს ნესტისგან. მას შემდეგ, რაც დასრულდება დიფუზიური მემბრანის მონტაჟი, ხდება ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მდგომარეობაში ლარტყების დამაგრება. ამის შემდეგ ხდება მონტაჟი თუნუქის სახურავის. აუცილებელია მემბრანასა და სახურავს შორის ვენტილაციისთვის სივრცის დატოვება. სასურველია სასახურავი მასალა დამონტაჟდეს ევროპული ხარისხის ჭანჭიკებით, რომელსაც აქვს EPDM რეზინა, რადგან სწორედ ეს EPDM რეზინა უზრუნველყოფს ნახვეტების ჰერმეტულობას. დაიმახსოვრეთ, სახურავის არასწორი კონსტრუქციის შემთხვევაში სასახურავი მასალაზე წარმოქმნილმა კონდენსატმა შესაძლოა დააზიანოს თბოსაიზოლაციო მასალა და ხის კონსტრუქცია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შენობის საექსპლუატაციო ვადას და გაზრდის თბოდანაკარგს შენობაში. გახსოვდეთ, სახურავის სისტემის სწორად მონტაჟი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მასალების ხარისხი. თუნდაც საუკეთესო ხარისხის თუნუქი თუ არ არის სწორად დამაგრებული, სისტემის ეფექტურობა დაირღვევა.